მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, პოლიტიკურ ლიდერებს. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ელენე ხოშტარიას მიმართ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე მდგომარეობაში გაუარესებული. ახლა ივანიშვილის რეჟიმმა ბოლო დღეებში კიდევ შეავსო პოლიტპატიმრებით ის რიგები, რომელიც რაღაც კვოტით აქვს, მე მგონი უკვე გამოყოფილი, ეს არაპროპორციული სასჯელები, რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, ხო, გოგი ჩახუნაშვილი, რომელიც თავის ჰიპოკრატეს ფიციდან გამომდინარე ვალდებულებას ასრულებდა. დღევანდელი დაკავებები, ეს სასჯელები ჩამოარიგეს კანფეტებივით და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს რეჟიმის სახე. მე მოხარული ვარ, რომ მარტო ხელა დედა მარიამ მეყანწიშვილი არ აღმოჩნდა ამ შემთხვევაში პატიმრობაში, თუმცა ვნახეთ სხვა სასჯელები, რომელიც დღეს და რამდენიმე დღის წინ ასევე გამოცხადდა. ეს ყველაფერი საიდან გამომდინარეობს, ხო ეს არის სისტემას. დიახ, 7 წელი ნანა სანდერს და სოლიდარობა მას ბუნებრივია. ოღონდ საქმე გვაქვს მოძალაძე სისტემასთან. ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო ის გორის შემთხვევა და არ უნდა გვეგონოს, რომ ქობულეთის შემთხვევა იყო ცალკეული შემთხვევა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით პირდაპირ ეთერში, როგორც ეპყრობოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. ასობით შემთხვევა არის, როდესაც ცემეს, იძალადეს, აწამეს, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ადამიანები, თქვენი კოლეგები მათ შორის. ხო, სხვათა შორის აი გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე დანიშნულ პირსაც სწორედ ამგვარ ქმედებებში ადანაშაულებენ, გეცოდინებათ ესეც გიორგი. დიახ, რა თქმა უნდა, ხო, ეს ქართული ოცნების შიგნით მოხარშული ხალხი არის, სისტემის საცეცები არიან რეალურად. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში რაღაცა როტაცია მოხდა სამხარეო თვალსაზრისით. ეს არაფერს ნიშნავს, ხო, აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსად ჩანს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება ხომ არაფერზე იღებს. ამდენი წელია არავის აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სამართალდამცავ ძალოვან სისტემაში, არამედ მაგალითად მერიაში, ხო, კახა კალაძე ყოველთვის გაურბის პასუხისმგებლობას, რამდენი რამ მოხდა, ტრაგიკული შემთხვევები მათ შორის. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯერ ერთი ხომ უნდა გავიმიჯნოთ სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რაღაცა უბედური შემთხვევა, რაღაც ტრაგიკული შემთხვევის შედეგი სურდა, ვიღაცის სიკვდილი სურდა, ბავშვის სიკვდილი სურდა. ამას არ ნიშნავს, ეს ბუნებრივია, ხო? ვიღაცის როგორც მინიმუმ მოთმენით, ნებართვით, შეუტყობინებლობით, მწვანე შუქის ანთებით, აი ამ ყველაფრით არის ჩადენილი ის დანაშაულები სამართლებრივი თუ პოლიტიკური გადაცდომები, რომელზეც უნდა აიღოს როგორც წესი ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიხილეთ უწიფარი განცხადება გენერალური პროკურორის, რომ ხო, ეს იყო ცალკეული შემთხვევებიო და არა კალაძესთან დაკავშირებით რამდენი ხა კალაძე 2017 წლის შემდეგ არის დედაქალაქის მერი. რამდენი რამ მოხდა ამ ქალაქში, რამდენი უბედური შემთხვევა მოხდა, რამდენი კორუფციული შემთხვევა მოხდა და ეს არ იყო ცალკეული შემთხვევები. კორუფციაში იხრჩობა ეს ქალაქი. თბილისის მუნიციპალიტეტი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ამას ამბობს, ხო, გვარაკიძე ამ ფაქტებთან დაკავშირებით ეხა რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და კალაძეზე ამბობს, რომ კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ კონტექსტში შერჩევით სამართალზე ვისატყუებენ ამას, ხო? ეს გვარაკიძეს გიორგი ნახავდით ამას და რასაც კატეგორიულად უარყოფს მოქმედი გენერალური პროკურორი. რა სიტყვით თქვენ? აი გიპასუხებთ ამაზე. დიახ. ჯერ ერთი კალაძე ვისატყუებს ამით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილი, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არის მოთხოვნილი და ეს ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სხვადასხვა ფორმა აქვს. ვისაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. რაც შეეხება გვარაკიძის უტიფარ გამოსვლას და იმ განცხადებას, რომ აქ ცალკეულ შემთხვევებთან ჰქონდა საქმე, საქართველოს პროკურატურა არის ამ ქვეყანაში სახელმწიფო ბრალდების ერთადერთი დამცველი, ხო, წარმომადგენელი. ყველა გადაცდომა, ყველა დანაშაული, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში უნდა იქნას გამოძიებული და სასამართლოში საქმე უნდა იყოს წარმოებული პროკურატურის მიერ. მე ძალიან მაინტერესებს
ჯერ რუსული კანონის აქციების დროს, შემდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, როდესაც სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ადამიანები. ცალკე ტიტუშკებმა, მათ შორის თქვენი კოლეგები, ხო? და აგრეთვე ფორმიანებმა ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი, რამდენი შემთხვევა იყო ასეთი. და ვის აგებინეს პასუხი ძალიან მაინტერესებს სახელებით და გვარებით ასახელებენ იმ პირებს ვინც ჩაიდინეს ეს უმძიმესი დანაშაულები. დათო ქაცარავა რომ არ ყოფილიყო ფიზიკურად ესეთი ღონიერი და ძლიერი აღნაგობის მქონე ადამიანი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. ძლივს გადარჩა ლევან ხაბეიშვილი. ალეკო ელისაშვილი პირდაპირ ასახელებს სახელებს და გვარებს. ამდენი ხანი გვეუბნებოდნენ რომ არანაირი გადაცდომა არ ყოფილაო და პირიქით დემონსტრანტები იყვნენ, მოძალადეებიო და აგრესიულებიო. და ის პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ დეკემბერში ხო გიორგი ამის შემდეგ ერთი ეს საკითხი და მეორე ხელმძღვანელი პირები დიახ საზოგადოებას კარგად ახსოვს რომ ის პირები მაშინ ღირსების ორდენზე წარადგინეს მაღალჩინოსნები რომლებიც მაგნიცკის სიაში შეიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ იმ სისტემური დანაშაულების გამო რაც მაშინ ხდებოდა მე წელიწად ნახევრის თავზე გაახსენდათ ამდენი ხანი ამბობდნენ რომ რაღაცა გადაცდომები იყო მაგრამ იდენტიფიცირებულები არავინ მყავსო როდესაც 100-ზე მეტი პირი დაზარალებულად არის საქმეში ცნობილი სადაც საქმე აღძრეს ბევრ შემთხვევაში საქმეც კი არ აღუძრავთ დაზარალებულები ყავს 10-ობით ხო 100-ზე მეტი და იდენტიფიცირებას ვერ ახდენთო და მე თურმე როგორღაც მოახდინეს 100-ობით დანაშაულიდან 5 სპეცრაზმელის ვითომ და იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემ ეს იყო უბრალოდ აი ბარტყის გადმოგდების ზღაპარი რო არის ესეთი რამ 5 პირი 10 თუ 100 დღეს ამასაც ამბობს გვარაკიძე ცხადია ნახავდით ალბათ ამ კომენტარს აი მოვლენების იმ გვარი განვითარება რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ და გვარაკიძის დღევანდელი განმარტება ის ამბობს რომ გამოძიება გრძელდებაო და მას აქვს თავის ვადები თუმცა ესეც კითხვის ნიშნის შემცველია ცხადია ეს განცხადებაც რაზე მიუთითებს რომ პროკურატურაზე არა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ საკითხზე საბოლოოდ თქვა ძიების შედეგების დაყენება და რეალური თქვა მტკიცებულებების შეგროვება და შემდეგ სასამართლოში საქმის წაღება და გადაწყვეტილებების დადგომაც აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ ხრივ არსებულ სურათზე და მათ შორის იმ პასუხის გათვალისწინებით რომელიც ეს ქონდა გვარაკიძეს მე ვფიქრობ რომ რაც თქვენ ახლა ბრძანეთ ამას კითხვითი წინადადების ფორმაც არ ჭირდება ეს არის უბრალოდ აქსიომა 2x2 4-ია რომ ყველა გადაწყვეტილება ასეთ საკითხებზე მიიღება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების პოლიტიკური დირექტივის შედეგად და არანაირ შემხებლობაში არ არის ეს არც სამართლის აღსრულებასთან, არც სამართლიანობასთან და არც საგამოძიებო უწყებების რაღაც ეფექტიან მუშაობასთან. ანუ ის 5 პირი რა კრიტერიუმებით გამოარჩიეს, მოდი ვთქვათ, როგორ მოახდინეს 5-ის იდენტიფიცირება და თუ 5-ის მოახდინეს, დანარჩენების რატო ვერ მოახდინეს 100-ობით შემთხვევაში. ეს ხომ სასაცილოა. ამას ხომ პატარა ბავშვი რაღაც დამწყები კლასების ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ აქ რეალურად რაღაც ბარიერი ჰქონდათ გამოძიების პროცესში, ხო? ჯერ ერთი აქციების დარბევის დროს დავასრულებ ერთი წინადადებით ბოდიში აქციების დარბევის დროს რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს, ეს ვისი ბრალია? ეს მაიდენტიფიცირებელი ნომრები ადრე იყო პრაქტიკაში და შემდეგ უბრალოდ გააქრეს. განა თვითონ თავის კულუარებში არიციან ვინ რა გააკეთა. მეტიც მათი დირექტივებით მოქმედებდნენ. უმეტეს შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ. ძალიან ხშირად გამიხსენებია მე გააქრეს და სტანდარტი აღარ არსებობს. ვიხსენებთ ხოლმე ვიდრე დაიხურებოდა სასამართლო პროცესები. აი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს ადგილზე სპეცრაზმელებმა თუ არ ვცდები გედედეს თანამშრომლებმა და დამავიწყდა ეხა გვარი კონკრეტულად ეს იძებნება ინტერნეტში ეს ჩვენებები ანუ ვიდრე დაიხურებოდა ეს პროცესები რომ ყველა მიცოდა ვინ რა ნომერი იყო მათ შორის ჩაფხუტის შიდა მხარესაც წვრილად იყო დატანილი ნომერი და ამბობდა კიდეც რომ აი მე 36 ნომერი ვიყავი ჩემი კოლეგა 6 ნომერი და ასე შემდეგ ანუ ეს საკითხები კითხვის ნიშნებს იმ თავითვე წარმოშობდა და ამას შემდეგ ნელ-ნელა დაეწია უკვე ეს პროცესების საკითხი, როდესაც დადგა განაჩენი ვერაფერი ასე ვთქვათ, მეტი
დეტალურად ამ პროცესებიდან ყოველ შემთხვევაში ვიდეო და აუდიო თქვათ ჩანაწერები არ არსებობს იმისა, რაზეც ეს ადამიანები ლაპარაკობდნენ და გიორგი ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ აი ვახსენე მე საკადრო ცვლილება მურადაშვილი პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ანუ პოლიციელი რომელიც სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა 2006 წლიდან და ის ინიშნება გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ რომელსაც აქტივისტების ნაწილი დარბევებში ადანაშაულებს. რას ნიშნავს ეს? ხო, ეს არანაირად არ არის რაღაცა ღირსშესანიშნავი და გასაკვირი მოვლენა, ჩვენ ვხედავთ როგორი არის როტაციები ივანიშვილის პირობებში, ხო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სუსით დავიწყოთ, ხო? ჯერ იყო ოხანაშვილი რამდენიმე თვე, მერე მდინარაძე, რომელიც უმცროსი ლეიტენანტობიდან ახტა გენერალ-მაიორობამდე და თურმე ძალიან ეფექტიანად უმუშავია სუსში 6 თვეში და შემდეგ რაღაცა მოუგონეს გაურკვეველი პორტფელი რომ სპიკერი შემოაკლდათ ქართულ ოცნებაში, იქ გადაადგილებები დღემდე მე შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე დღესაც მოქმედი არის მაგნიცკის სიაში. შესაბამისად, ქართული ოცნება ამას არ დაგიდევთ, ვინ მხილებული არის ძალადობაში, ვინ უშუალო დამკვეთი არის, ვის ავადმყოფურ ტვინში მოიხარშა ასეთი რაღაცები. მე რამდენადაც მახსოვს დარახველიძეც არ არის მაგნიცკის სიაში. ხო, ну არა აქვს ახლა მნიშვნელობა, ვინც იყვნენ ის ადამიანები, ასრულებდნენ იმავე დავალებებს, მე შეიძლება არასწორად მახსოვდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები მხილებულნი არიან დანაშაულებში, წამებაში თუ ასე შემდეგ, ქართული ოცნებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, ვის ერთგულებაშიც მას ეჭვი შეეპარება, ის შეიძლება გაუყენოს ლილუაშვილის და ღარიბაშვილის გზას. მაგრამ ერთგულის შემსრულებელები ყველაზე ბინძური, უკანონო, ანტიკონსტიტუციური და შესაბამისად ანტიეროვნული დავალებების და იმ მდგომარეობამდე მიყვანის, რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით, ხო, ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათევლის კუთხით, ხო? აი ესეთი ხალხი ხავთ. დანარჩენი ეს კონკრეტული სახელები და გვარები ნაკლებ მნიშვნელოვანია ივანიშვილის კარზე და განსაკუთრებით ძალოვან სისტემაში. ნახეთ ხო, მისი ყოფილი პირადი მცველი 23 მაისს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნეს და 3 კვირაში უცებ გადაიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხო? ასეთი მოვლენები უბრალოდ აჩვენებს სიმპტომებს, რამდენად ავადმყოფური, რამდენად დაჭაობებული, დასნეულებული და დამნაშავე არის თვითონ ეს სისტემა. სხვა შემთხვევაში ამას აზრი არ აქვს არანაირი, ვინ იქნება კონკრეტულად, იმიტომ რომ კეთილსინდისიერი კადრების იმედი ივანიშვილის ხელში და პირობებში ჩვენ არ უნდა გქონდეს. ისინი ყველანი ყოველთვის შეასრულებენ იმ დავალებებს, რომელიც მოდის თავიდან. ეხლა თქვენზე მინდა კითხოთ, ანუ პრინციპში მთელი ეს დრო დაეთმო ქართული ოცნების და მათი მაღალჩინოსნების დახასიათებას, ხო? აი თქვენთვის ოპოზიციისთვის, თქვენი პოლიტიკური ჯგუფისთვის რა ტიპის სიგნალია თქვენ, იმიტომ რომ ვახსენებ ასეს რეზოლუციაც წინა ჩართვები ქონდა ამაზე და კეთი ხუციშვილს და სხვებსაც ველაპარაკებოდით და იქ მითითებული საკითხები ის რომ რაც იყო ჩამონათვალში არაფერი შესრულებულა, ასევე დღეს ვკითხულობდი საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებას რომ ევროსაბჭოდან ვინც იყო ალბათ ხალხი იმაზეა საუბარი რომ არაფრის მომტანი იყო მათი ვიზიტიო და ეს ვიზიტი უბრალოდ როგორც ჩანს იმისთვის შედგაო რომ ანგარიში ჩაეწერათ რომ ისინი საქართველოში იმყოფებოდნენ. ანუ ოცნება რას აპირებს, ხო? ანუ ამბობს რომ თქვათ მაღიარე, ან დამელაპარაკე ისეც როგორიც ვარ, თუ არა და თქვათ ჩემთვის არ არის საინტერესო, თქვათ ესა თუ ის ორგანიზაცია. ანუ თქვენთვის რა ტიპის სიგნალია შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრაში, თქვათ სწორი კომუნიკაციის შედგენაში, მოქალაქეებთან სასაუბროთ და ამ ვითარების ასახსნელად, აი სწორად ასახსნელად და შესაბამისად მისატანად მოქალაქეებთან. ჩვენთვის ძლიერი საქართველოსთვის, ლელოსთვის ქართული ოცნების ბუნება უკვე წლებია რაც გამოაშკარავებული არის. ჩვენ მას შემდეგ რაც უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით რომ ესენი არიან თავისი შინაარსით რუსული ტიპის პოლიტიკური ძალა,
და ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ, მიაქანებს იზოლაციისკენ, საგარეო პოლიტიკური კუთხით ამ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ დაღუპვას უქადიან. ამიტომაც ვართ ჩვენ ამ ბრძოლაში და ეს ხაზი არის ჩვენთვის უცვლელი. მართალია სხვადასხვა ფაზები დგება ხოლმე ივანიშვილისთვის იმის და მიხედვით თუ როგორი არის გარემოებები რეგიონში და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ მათი ღერძი, მათი საგარეო ვექტორი ჩვენთვის უკვე ცნობილია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც ცნობილი არის, ამიტომაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს. ოღონდ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს აუცილებლად კონსტიტუციური მეთოდებით და ეს არის შესაძლებელი, ისევე როგორც გვინახავს ჩვენ თუნდაც უახლეს პერიოდში უნგრეთში, სხვა შემთხვევებიც ვიცით, მთავარი არის ერთი რამ. საზოგადოებაში პირველ რიგში ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ გადავტეხოთ ორი რამ: შიში და ნიჰილიზმი. დავაბრუნოთ რწმენა ხალხისა საკუთარი თავისათვის და ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ არჩევნებზე გამოცხადებით, ოღონდ გამოცხადებით არა უბრალოდ, არამედ ისეთი დიდი უმრავლესობით, დამთრგუნველი უმრავლესობით, წამლეკავი უმრავლესობით, რომ ესეთი ტიპის რეჟიმიც კი იქნას იძულებული, მას სხვა გზა აღარ უნდა დარჩეს ელემენტარულად, რომ დათმოს ძალაუფლება. როგორც მომხდარა სხვა ავტორიტარული რეჟიმის შემთხვევებში. როგორ უნდა მოხდეს ამის გადატეხვა, ხო? ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია, თქვენც მახსენდება, რომ ხშირად გიხსენებიათ ეს ფრაზა. ეს ალბათ შესაბამისი ჯგუფ ელექტორატისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის რაღაც სასიამოვნოდ მოსასმენიც არის, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი მხრიდან შიშის გაღვივებას მიზნით ყველაფერი კეთდება, ამ შემთხვევაში გულისხმობ ხელისუფლებას, ხოლო ნიჰილიზმის გასაღუებლად ყველა მხრიდან არავინ არაფერს არ აკლებს, ხო? დამეთანხმები ამაში, ანუ ყველა მხრიდან არის სამუშაო ამ მხრივ, რომ რაც შეიძლება რაღაც სხვაგვარად შეხედოს იმ ჯგუფმა საზოგადოების, რომლისთვისაც ამ საკითხებს, რომლისთვისაც რაღაც ვითარების სხვაგვარად დანახვება არის საჭირო და ეს იქნება, თქვათ, საფუძველით იგივე თქვენთვის ელექტორალური ზრდის, ხო? იმიტომ რომ ვისაც თქვენი სჯერა და იცის თქვენი იდეები და უნდა რომ გამოყვეთ, ისედაც გამოყვებათ, მაგრამ აქ ხომ ახალი ხალხის შემატებაზეა საუბარი და მათ დარწმუნებაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფი არის ალტერნატივა. ესეც არის საფუძველი გარკვეულწილად ვითარების ესეთი სტაგნაციის ხშირ შემთხვევაში. მოგახსენებთ. აუცილებლად მოგახსენებთ. სავსებით სწორი აქცენტები იყო ახლა თქვენ შეკითხვაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ გავზარდოთ ჩვენ ოპოზიციური ელექტორატი, ჩვენი ძლიერი საქართველოს ლელოსამოცანაა, რომ ჩვენი ელექტორატი გავზარდოთ. ოღონდ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთ კონკრეტულ პარტიას დღევანდელობაში არ შეუძლია ამხელა მონსტრის ქართული ოცნების დამარცხება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეროვნულმა პროდასავლურმა ძალამ მიზნობრივად იმუშაოს, საზოგადოების აბსოლუტურად ყველა სეგმენტი მოვიცვათ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყნის მოსახლეობის არის ქართული ოცნების წინააღმდეგ. ოღონდ სწორი მუშაობა არის საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ ადამიანებში გადავტეხოთ შიში და ნიჰილიზმი, არჩევნებისადმი რწმენა გავაჩინოთ და უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები შემდეგი მიმართულებებით. ეს არის ქვეყნის შიგნით, მათ შორის ერთ-ერთი არის მშვიდობიანი კონსტიტუციური პროტესტი წნეხის გასაზრდელად, მეორე ეს არის მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან მუშაობა, როგორც პირისპირ შეხვედრებით, მუშაობა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალურ ცენტრში. ამას ვაკეთებთ ჩვენი ადგილობრივი ლიდერების მეშვეობით, მათ შორის ხო მოგეხსენებათ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ წარმოდგენილები ვართ, ჩვენი საკრებულოს წევრებით და ეს საკითხები შეიძლება ყოველდღიურად ტელემედიით არ შუქდება, მაგრამ ეს ადამიანები თავიანთი პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის ფარგლებში ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებას ადამიანებს აწუხებთ თავიანთი ყოველდღიური პრობლემები, ის პრობლემები, რომელიც მათი ქუჩიდან იწყება, მათი უბნიდან იწყება, მათ სოფელში ხდება და არა მხოლოდ რაღაცა გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები. უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელი, ტელეეთერები, უნდა ვიმუშაოთ, მესამე უდიდესი მიმართულება არის ჩვენს დასავლელ საგარეო პარტნიორებთან. ეს სამი ძირითადი მიმართულება, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, ჩვენი კოალიცია ამას აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს. აი ესე უნდა მივიდეთ მომდევნო არჩევნებამდე, უნდა მოვიპოვოთ ის და ნებისმიერი ბრძოლა უნდა გამოვიყენოთ.